ჩემდიორი. ჩაბიქსი. ეს ხება. მოგესალმებით, კარგი გოგოები კაცლენდიდან, სადაც დღეს ძალიან გავერთობით ჩვენს პირველ მამრ სტუმართან ერთად, მამი კუბლაშვილთან. ბრავო! ხა გითხარი, რამდენი წლის ხარ, ჰოროსკოპით რა ხარ და სად დაიბადე? მამი კუბლაშვილი, თავისუფლ. დაუკავშირდი. მამი კუბლაშვილი, ლომი, 27 წლის, ქალაქ ქუთაისიდან. ოპა! ესე იგი, მამი, ნერვიულობ. არა. მამი, უნდა ვნერვიულო? ეხლა უკვე კი. ისე რამდენად სპორტული ადამიანი ხარ, იმიტომ რომ კასლენში დღეს მაგიტოვართ, რომ რაღაც აქტივობებით დავუკავდეთ. ვიტყოდი რომ სპორტული ადამიანი ვარ და ყველაფერი კარგად არა. უნდა ვიყო? მე მინდა რომ ეს ტრადიცია შემოვიტანო, კარგი გოგოების YouTube არხზე და საჩუქრად მოგცეთ მარტინის ცქრიალა ღვინო 20000 გამომწერი როდესაც ეყოლება და თქვენ subscribe-ს გაუკეთებთ გახსნან YouTube ვიდეოში. გამოწერილი ყავართ. მაგათ ეხა მივდივართ ჩვენს პირველ დავალებაზე, სადაც გვექნება ასევე ჩელენჯი და ეს ლოკაცია არის კარტინგები. პირველი გამოწვევისთვის ჩვენ მოვედით კასლენში, ევროპაში ყველაზე გრძელ ტრასაზე კარტინგებისთვის. ყავს 3 მონაწილე, მათ უნდა შეასრულონ 3 წრე და ვინც პირველი მოვა, ან ყველაზე სწრაფად ვინც გაივლის, ის არის გამარჯვებული, რომელსაც არაფერი არ გადაეცემა. რაც შეეხება წაგებულს, მთელი დღის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ წამს უთხრათ, რომ გაშეშდეს და ის უნდა გაშეშდეს. რასაც არ უნდა აკეთებდეს. ჩემი აზრით მოიგებს თიკა. ჩემი აზრითაც მოიგებს თიკა. ჩემი აზრით რომ მე ვერ მოვიგებ. მარია, ჩემი კაცი. ოპა, მაგდაცი დაურდა! დაიწყეს მეგობრებო და ჩემი აზრით პირველი მოდის მაგდა. მამი მოიყვეთ. მამი სწრაფად! პირველი მეგობრება მოვიდა მაგდა. მაგდას ვაღიარებ, ბრავო, მაგდა! იცი რა, მე მგონია რომ გამიმართლა, მე მგონი სწრაფ რაღაცაზე ვზივარ, მაგრამ ამას არ ვიტყვი ვიდეოში და უბრალოდ აუ, ჯერ რომ ჩამხაზა მაგდა, ვეღარ დავიცი, დრიფტი ჩემდიორი. მაგდას ვაღიარებ, ბრავო, მაგდა! ეს ჩაწყობილია, ის არის 2 გრამი. ხარ 2 გრამი. მე ვარ 80. გაშეშდი? თავიდან იძახდა რომ მე აქ საკატაო და მე პროსტა ვარო გადასაღება და უცებრო ჩაჯდა გადაეკეტა. წავედით, გამოვყევით. ეხა ვართ ერთ-ერთ ცნობილ ადგილას, ეს არის კასლენდის ხიდი, რომელიც მიწიდან 240 მეტრ სიმაღლეზეა. სხვათა შორის, ვისაც სიმაღლის შიში გაქვთ? ანუ 240 შენი. თითო მეტრი. რა? პირადობაში მამი გიწერია? ბიჭო, ეს ისეთი კითხვაა, რომ იქნება არ უნდა ადამიანს სახელი. შენ რომ ნაზიბროლო გიწერია? თქვენთვის ვიტყვი. არა, ნაზიბროლო უწერია. ეგ უწერია თუ არა, ეს მაინტერესებს. არა, პირადობაში მამი არ მწერია. მამუკა. ეგ არის პირველი რასაც ვიტყვი, მაგრამ თუ გამოიცნობთ? ეს წამი, მამუკა, ეს წამი, მამუკა. პირადობაში არ მწერია. მამია. მერაბი. მამია. 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 ამ კადრებს არ მოგვაჭრებინებს, უნდა არა, ჩასვით. ნათლობის სახელი რა არის? სხვაშორის მამია არის ნათლობის. ალბათ ყველამ ჩვენი ნათლობის სახელი თქვა. ნათლობის სახელით რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, მამია ვიღაც წმინდანი გყავს, ვიღაც ბუდისტი. მამი მაინტერესებს, რატო დაიწყე ეს ყველაფერი? რა იყო შენ ინსპირაცია? ეს ყოველივე. 2019 წელს, როდესაც დაიწყო პანდემია, გამოგდეს არა, მოვყევი შემცირებაში სამსახურში, რაზეც ჩავწერე პირველი TikTok-ი და სანამ TikTok ჩავწერდი, ჩემი მეგობრები მეუბნებოდა, რომ აი დაიწყე და მეთქი, აუ არა, რაღაც cringe ვიდეოებს ტვირთავენ. დღეს მე ვტვირთავ, დროთა განმავლობაში ავედი 20000 გამომწერზე და 20000 გამომწერზე დამიკვეთეს პირველი რეკლამა და მან მივხვდი, okay, stuff is serious და ვიყიდე ჩემი პირველი ring light-ი რაღაც 200 ლარად და დროთა განმავლობაში არა. ძალიან კარგი პროფესია, თუ გიყვარს კამერასთან მუშაობა. თუ კამერასთან მუშაობა არ გიყვარს, ძალიან დაიტანჯებით რა. და თან რაღაცა ცოტა თუმცა მიუხედავად მაგისა, კამერასთან მუშაობის გარდა უნდა გქონდეს მზაობა საზოგადოებისგან როგორც დადებითი ემოციების, ასევე ნეგატიური ფიდბექების. აი, მე მინდა გაგაცნოთ ჩვენი ოპერატორი. ეს არის გურეშა, რომელსაც ლარსაც არავინ უხდის, თუმცა ჩვენ თუ ვიშოვით, გურეშაც იშოვის 5 ლარს. გურეშა ესე წყნარი არ გია, ისეთი უზდელია. საქანელზე პირველი დაჯდება გურეშა.
კი, გურეშა და მამი. მამიო. მარტო არ ვждები, ხო? გეყოს. თქვენ არ ხართ პირველები, ვინც მიწერს კომენტარს. მამიო, ლიმოს ფრთები აქო? არა, მამი, რა ლიმოს ფრთები აქო? ამი ჩოიშტო ხო? არ მეცინება. ჩვენ გვეცინება. მოკეთ, ეხა მივდივართ საქანელაზე საკატაოდ. გამოყვებით მეგობრებო. მე ძრამე შედია. და წამზომი. რა წელი ჩვენ თუ გავაკატავთ. მოკლედ რა. დავაი, მოაწექი. თიკა შენ მაინც არაფერს აკეთე და მოაწექი. მოაწექი. რა ქვია ამას? ვინც ამას ხელს მოკიდებს, წააგებს და მოვიფიქრებთ რა ქვია კეთია წავა. მოვიფიქრებთ ავაი, რატომ ვარ ბიჭო აქ რა? დამაშაული და რა ქვია? აი ეს ხა დაჟი ყურებას კი ვეშინია მართლა უნამუსო იყოს კამსლო ეჭიდე ბიჭო რა სიმაღლეზე ადი ავარა ბიჭო არ მელოდებოდი არ მელოდებოდი მე უფრო მაგლა მეგონა ცუდი იყავიდე წინაზე არ საგიანები ამაზე ვსვავდნენ ესე ვერ არია ნახე რა ლამაზი ხედია აუ ერთიც რა ერთიც რა გააჩერეთ ეხა დაждდება გურეშ მოდი აქ გურეშა დაждდა ამ წამებში იმიტომ რომ გამოსცადოს ეს კარგი შეგრძნება და ახლა უნდა ვილაპარაკოთ რომ თან ეხა მე ლაპარაკის დროს არ ელოდებოდა და უკვე გული ძარმის მე ნერვიულობ მართლა ვაიმე არ გიგონა რომ უფრო მაღლა ავდიოდი ან ძმა ეხა ჩვენ ახლა ზევით ავდივართ და მე ვაიმე ღმერთო კაი ვერაციკა ვაიმე ეგრე გეშინია ვაიმე ეგრე გეშინია არ მეშინია ვაიმე მოწყდა როდის დაიწყება ძამა ანუ ფეხ აი პროსტა ფეხს ვერ ვაჩერებდით იმენა კაი წამო ეს არის გამო ხაშოის უფრო ახალგაზრდა იქნები მაგრამ კიდია მართლა ეხა მოვედით შემდეგ გასართობ ადგილას სიმართლე გითხრათ მთელი ამ ტრიპის მიზანი იყო ეს ლოკაცია სადაც ეხლა ვდგავართ თიკაზე გავიგე რომ ეშინია და არ ჯდება თუმცა ვეცდები რომ დავაძალო ამდავალების ჩელენჯი უბრალოდ ის არის რომ დავსხდეთ ეს არის ჩელენჯი რა რომელსაც მე ამდავალების ჩელენჯი არის რომ გადარჩე უკვე გული მაქვს ამოვარდნაზე კაია მიატოვე შეხედე მიატოვე ეს ლაპარაკი ცუდად ბაჭი მართლავე რა ხახო თიკა წეღანაც რომ თიკა მეგონა ლომი და ეს ბოკვერი ყოფილა მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის შავლები ავიწიეთ რომ ცეფში არ ჩაგუყვეს ხო? ნუ თუ ჩაგწობა ეგეც რეალურად პრობლემა არ არის გადაგვარჩენენ მაგრამ ნუ არასასიამოვნო რომ გამოსtildeება არა წინა კვირას დაპასტიჟეს fashion week-ზე რა თქმა უნდა არ მივედი მე თვითონ ჩემს ვათებს გადახედით რები მოცია რა fashion week-ი მამიო წამო ბიჭო ვაიცა მოახჩემი გარბი ხარ აუ იმიტომ გარბი ვარ რომ ალე გადავიდე ბიჭო ვაიმე მისმინე ანუ მგონია რომ ხელი რო გამეშვას აუ ძალიან აუ არაფერს არ ვაძლევ შემეშვი კარგად ავაი ძალიან მამიო დამელოდე ვინ გასწრებს დავაი და რა არაფერი და რა და მაგარი ხაძა ო შენ არ გამომყვები არა გამოყვები კარგად გამასწრებ ვერ გამასწრებ აგა ვაჩა კაია მოიგე მამი შენი იყავს სამიხავი აქამდე წავიდეა გაიქცა ოპა აუ მგონია რომ ყირო ვაიმე მიწაზე არ ვიცი აქ რა მინდოდა ვაიმე გავჩერდი რატო გავჩერდი რაღა ჩემს ეკნა ეს ჰა ვაიმე
ისე ვყვიროდი რომ იმიტომ რომ კედლებით რა ჭერს და იმას რო ჭერს ან ჩემთავს ველაპარაკე ვადი მთელი გზა მართლა მეთქი ანუ მეთქი რას ქვია მასწრებს აი ჩავდი მართლა გითხარი ცუდად მეგობრებო კეთილი გოგო კარგი გოგოების გამომწერებო ჩვენი ბოლო ლოკაცია არის სასრიალოები და ახლა ავოთ და ჩამოვსრიალდებით წავედით აბა ნახოთ აუ პირველი მე ვიწყებ რატო ვითომ რატო მადლობა კასლეს ამ გამოცდილებისთვის. სიმართლე გითხრათ, ვიცოდი რომ ძალიან გავერთობოდი, მაგრამ ესე ძალიან თუ გავერთობოდი. არა. წავედი. წამო.